ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მიხედვით კონკრეტულ პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა. სრულად გარემონტ და ნოჯიხებისა და აშენდა შუა ქვამონის საჯარო სკოლები. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ახალ ხიბულასა და ხეთის საჯარო სკოლებშიც. ამ და სხვა პროექტებზე სასაუბროდ კი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია შემოგვიერთდება მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ხმაურებელს. Ბატონო დავით, საინტერესოა თქვენი წარდგენის დროს საუბრობდით, რომ ის კონკრეტული გეგმა, რომელიც ბიუჯეტირების პროცესში გაიწერა 2025 წლისათვის, ამ ეტაპზე სრულადაა ამოქმედებული. პირველი რა პროექტებია ჩაშვებული ტენდერებზე, ან მიღებული გაქვთ უკვე ტენდერების პასუხები, რაზე მუშაობს მუნიციპალიტეტი ამ ეტაპისათვის? რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის როგორც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე დაიხარჯება. რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიღებული თანხები მიმართული იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაციაზე, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხები სხვადასხვა პროექტებზე უკვე მოსახლეობის ინტერესებიდან და მათი სურვილებიდან გამომდინარე. ბატონო დავით, რამდენად შეუშალა ხელი წლის დასაწყისში განსახორციელებელი პროექტებზე მუშაობის დაწყებას, თუნდაც იგივე დიდთოლობამ. დასავლეთ საქართველოში ეს საკმაოდ დიდი პრობლემა იყო ბოლო დღეებისათვის. რა პრობლემები შექმნა დიდთოლობამ და რა ღონისძიებები გატარდა თუნდაც იგივე მოსახლეობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? როგორც ცნობილია, დიდთოლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტში. შეგახებული იყო გზებზე გადაადგილება, მაგრამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სისტემატურად თოვლისგან წმინდებოდა როგორც ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, ასევე შიდა სასოფლო გზები და იღრებოდა ტექნიკური მარილი. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში და სკოლებში უამბობიდან გამომდინარე რამოდენიმე დღით შეჩერებული იყო სასწავლო პროცესი. თოლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს, თუმცა პრობლემურ უბნებზე მობილიზებული იყო ენერგოგროჯოჯიას ჯგუფები და უამბობის მიუხედავად ახორციელებდნენ აღდგენით სამუშაოებს. ამჟამად აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაღება სრულად აღდგენილია. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მერიაში ამოქმედა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 24 საათის განმავლობაში და ერეგად მითითებულ ნომრებზე სრულად მობილიზებული იყო მუნიციპალური შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და თითოეულ შეწყობინებაზე დაუყოვნებლივ ხდებოდა რეაგირება. ამ რეაგირებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად ცნობილია გარკვეული რაოდენობის პრობლემა შექმნა თოვლმა და რამდენიმე სახლი დააზიანა, ცხელხაზზე შემოვიდა ეს ინფორმაცია. რა რეაგირება იქნება მუნიციპალიტეტის მხრიდან იმ მოსახლეების დასახმარებლად, ვისი სახლკარიც სტიქიამ დააზიანა? უხმათოვლის დალექვა დააზიანა საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად მერიაში შეიქმნა სტიქიისგან ეყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელიც სწავლობს და ითვლის ზარალს. დაზიანებულია 35-მდე საცხოვრებელი სახლი. წინასწარი მონაცემებით ზარალის ოდენობა 300,000 ლარზე მეტია. სრულად დადგენის შემდეგ, ზარალის სრულად დადგენის შემდეგ მიღებული იქნება უკვე შესაბამისი გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევის შესახებ. ბატონო დავით, თუ არ ვწდები დიდთოლობამდე მოესწრო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პარკლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩატარება, საინტერესოა თუნდაც აი ამ კრებებზე რა გამოთქვა მოსახლეობამ, რა სურვილი დააფიქსირა თითოეულმა სოფელმა, არის თუ არა უკვე საბოლოოდ შექმნილი კონკრეტული ბაზა, თუ რა პროექტები დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პარკლებში? ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პარკლებში და საფინანსებელი პროექტების რჩევის მიზნით დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
25 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების ხდომა, ხოლო 21 სოფელში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაცია. კრებსა და კონსულტაციებზე მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 52 პრიორიტეტული პროექტი შეარჩია. პრიორიტეტი მიენიჭა გარეგანათებებს, სკვერებისა და პარკების მოწყობას და იყო ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს 784,000 ლარი გამოუყო. საინტერესოა, კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე მინდა ვიკითხო თქვენთან, ეს არის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროცესიც მიმდინარეობდა გასულ წლებში. საინტერესოა 2025 წლისათვის რა კონკრეტული პროექტებია შეტანილი დაფინანსების ნუსხაში. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის მიმართულებით ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელებთ. მათ შორის მინის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა შუახვალონის, პირველი მაისის, ხამესხურის, საგვიჩიოს, ახალი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე ქალაქ ხობში რეაბილიტირდა 2 მინის სტადიონი. პრიორიტეტად დაგეგმილი გვაქვს ასევე მინის სტადიონების რეაბილიტაციის პროცესი ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე უკვე მიმდინარე პერიოდისთვის სანჯაოში მიმდინარეობს ახალი მინის სტადიონის მშენებლობის პროცესი. სხვა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი ღონისძიებები გატარებული იქნება ასევე მიმდინარე წელს. ასევე მოიხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს ფუნქციონირება დაიწყო ხელმოსაფარიანმა სტადიონმა, რომელიც განხორციელდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით და ასევე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე მინდა აღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სხვა პრიორიტეტებთან ერთად წარმოადგენს ახალგაზრდების და სპორტული კომპლექსების და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ თითოეული ამ პროექტის განხორციელებაში, თუნდაც იგივე ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში. მაყურებელს შევახსენებ, რომ დავით ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.